მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ყიფშიძის ქუჩაზე გაიხსნა აგრომაღაზია მასა, რაულ ოტოლაძის მაღაზია, აქ გვერდზე არის სუფთა სახლი, ვინც იცით კარგად ყიფშიძის ქუჩა, აქვეა უნივერსამი, აფთიაქი ჯიპისი, სკვერი და სკვერის მოპირდაპირე მხარეს არის გახსნილი რაულ ოტოლაძის მაღაზია. რაულ, გამარჯობა. პირველ რიგში გილოცავ შენ მაღაზიის გახსნას, რადგან ჩვენ უკვე მონატრებულები ვიყავით შენს მზრუნველობას ჩვენს მიმართ. ყველა სახსოვს შენი მაღაზია ბახტლიონის ქუჩაზე, იმედი გაგიკეთო ახლა შენ მიკროფონი, რომ შენს მაყურებელს და მომხმარებელს პირდაპირ მიმართო. რაულ, ესე იგი უკვე აუხსენე, რომ მაღაზია არის ყიფშიძის ქუჩაზე, ყიფშიძის 6 ნომერში, სუფთა სახლის გვერდზე და მოგვიყევი რა გაგშე ასორტიმენტში ახლა. ქართული პროდუქცია ძირითადად შევოდიხარ თუ არა, აი ვაშლები, დიდი არჩევანი, შემდეგ აი ბურღულეულის კუთხეს ჩირები, ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს. ენდროც არის ახლა საავტომობილო. კი, ენდროც გვაქვს. აი ქართული პომიდორი, კიტრი და გვაქვს მადრიჯანზე მოდი რა თქვა არ ღირს აქ 15 და 29 არის რაულის და ღირს 6 არის მადრიჯანი. აქვეა ყავაღი 6 ნახევარი. ანუ სავსები დემოკრატიული ფასებია. რაულ დღეს გახსნილია კიდე რაულმა დამილეგა მეგობრებო მითხრა რომ მოდი გავიხსენე მაგრამ არ იცოდი რომ გადაღებაზე მოვიდოდი პირდაპირ კამერებით და კიდევ აპირებს შევსებას ასორტიმენტის და ის რაც თქვენ გიყვართ ყველი წამოვა ყველის გახდა. და რამხელა მაღაზია ორი კარგია სასიამოვნო ლამაზი დიდი პავილიონია ნათელი სუშ მაშია რა ქვია შემინული აქვეა სანტები ანუ შეხედავთ საკუთარ თავს შეხედავთ კომბოსტოს სტაფილოს და მიხვალთ ყველის გახთან. როგორც წინაზე 2 წლის წინ ისე დღეს არის ნატურალური ჯანსაღი ყველი სულგუნი იმერული რომელმაც აი ბახტრიონზე მართლაც წარმატება მომიტანა ჩემს საქმიანობაში და იგივეს გავაკეთებ ამ ნაწარმოებით დღეს ყიფშიძის 6-ში და დაინტერესდება ძალიან ბევრი ხალხი ნახდათ რიგების ყოფილა და ძალიან რიგები ყოფილა და გამქრალიც ყოფილა მეგონა რომ იქნებოდა და წაღებული იყო უკვე ყველაფერი და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი დღე მეგობრებო ასე რომ შეივსება და რაული ყიფშიძის 6-ში თქვენ გელოდებათ. მობრძანდით.